თავით 16, 1:9. 1 და ეტყო და მოწაფეთაცა, კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ეს უამნე. და ესე შეასმინეს მას, ვით არმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2 და მოუწოდა და ხრქუა მას, რა არს ესე, რომელმეს მის შენს. მომეცმე სიტყვა სამნოსა შენისა, რამე თუ არღარა ელგეწიფების ამიერით განმნეობად. 3 ხოლო მნემან მან თქვა გულსაცსა, რა ვყო, რამე თუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა. საქმე და არა ძალმიც, თხოვად მრცხვენის. 4 უწყი, რა ვყო, რათა რა ჟამს გარდავდგემნობისაგან, შემიწყნარონ მესახლთა მათთა. 5 და მოუწოდა კაცად კაცადსა, თანამდებსა უფლისად სისასა და ხრქუა პირველსა მას, რაოდენი თანაგაც უფლისა ჩემისა. 6 და მან თქვა, ასი საწნეხელი ზეთისა. და ხრქუა მას, მიიღე ელით წერილი შენი და დაჯეთ ადრე და დაწერე ერგასისი. 7 მერმე სხვა სახრქუა, შენ რაოდენი თანაგაც? ხოლო მან თქვა, ასი სათველი იფქლისა. ხრქუა მასცა, მიიღე ელით წერილი შენი და დაწერე, 4 8 და აქო უფალმა ნეიგი სიცრუისა, რამე თუ გონიერადყო. რამე თუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფრო ზეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9 და მე გეტყვ თქვენ, ისხენით თავისა თქვენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუისა, რათა რა ჟამს მოაკლდეთ თქვენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქვენ საუკუნეთა მათსაყოფელთა. ყოველი იგავი შეფარულად და ხატოვნად გადმოსცემს რაიმე საგნის არსს, მაგრამ იგი ყველაფერში არ ჰგავს იმ საგანს, რომლის ასახსნელადაც იქნა აღებული, ამიტომაც არ უნდა ავსნათ ყოველი ნაწილი იგავისა წვრილმანებამდე, არამედ ვისარგებლებთ რა საგნით, რამდენადაც მართებულია, სხვა ნაწილები ყურადღების გარეშ უნდა დავტოვოთ, როგორც იგავის მთლიანობისათვის მიმატებული, მაგრამ სრულ შეუსაბამობაში მყოფი საგანთან. ასევე უნდა მოვიქცეთ მოცემული იგავის შემთხვევაშიც, ვინაიდან თუკი ყველაფრის უფაქიზეს წვრილმანებამდე ახსნას შეუდგებით, ვინ აამნე, ვინ დაადგინა იგი სამნეოდ, ვინ შეასმინა იგი, ვინ არიან მევალენი, რატომ მართებს ერთს ზეთი, მეორეს კი პური, რატომაა ნათქვამი, რომ თითოეულს ასიმართებდა და თუკი ყოველივე სხვას ზედმეტი ცნობის მოყვარობით გამოვიკვლევთ, ჩვენს საუბარს ბნელს გავხდით და სიძნელეებით იძულებულნი შესაძლოა სასაცილო ახსნებამდეც მივიდეთ, ამიტომაც, ამ იგავით უნდა ვისარგებლოთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. უფალს სურს გვასწავლოს აქ მართებულად განუკარგავდეთ ჩვენთვის ჩაბარებულ სიმდიდრეს. ჯერ ერთი ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ჩვენ არა ვართ ქონების ბატონ პატრონი, ვინაიდან არაფერი გაგვაჩნია საკუთარი, არამედ მმართველნი ვართ სხვისი ქონებისა, ჩაგვაბარა რა იგი მეუფემ იმისათვის, რათა კარგად განუკარგოთ იგი და დაე როგორც იგი გვიბრძანებს. შემდეგ ვსწავლობთ იმას, რომ თუკი ჩვენ სიმდიდრის განკარგვისას მეუფის აზრის თანახმად არ ვიქცევით, არამედ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად ვთლანგავთ მას, ჩვენ ისეთი მმართველნი ვართ, რომელნიც შეასმინეს, ვინაიდან ნება მეუფისა ისეთია, რომ ჩვენთვის ჩაბარებული. ჩვენთან ერთად მომსახურეთა საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ და არა საკუთარი სიამოვნებისთვის, როდესაც შეგვასმენენ და შესაძლოა ჩამოგვართვან ქონების მართვა, ანუ განგდებულ ვიქნეთ აქაური ცხოვრებიდან, როდესაც სწორედ ჩვენ წარვდგებით ანგარიშით მართვის შესახებ. აქედან განსვლის შემდგომ მაშინ ჩვენ გვიანღა ვამჩნევთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ და ვიძენთ მეგობრებს უმართლო სიმდიდრით. უმართლოდ იწოდება ის სიმდიდრე, რომელიც უფალმა ძმათა და თანამომსახურეთა საჭიროებებისთვის გამოსაყენებლად ჩაგვაბარა, ჩვენ კი მას ჩვენთვის ვიტოვებთ, მაგრამ გვიანღა ვიგრძნობთ, თუ ის უნდა მივმართოთ და რომ ამ დღეს ჩვენ აღარც მუშაობა შეგვიძლია. ვინაიდან აღარაა დროქმედებისა, არც მოწყალების თხოვნა, ვინაიდან უმართებულია, რამდენადაც ქალწულნი მთხოველნი, მოწყალებისა, სულელებად იწოდებიან, მათე 25:8. რისი გაკეთება ღაგურჩება? გავუყოთ ძმებს ეს ქონება, რათა როდესაც აქედან განვალთ, ანუ გადავსახლდებით აქაური ცხოვრებიდან, რათა გლახაკებმა სამუდამო განსასვენებელში მიგვიღონ. ვინაიდან გლახაკებს ქრისტეში სამუდამო განსასვენებელი ხვდებათ წილად, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ისინი, ვინც მათ დამის სიყვარული გამოხატა ქონების დარიგებით, თუმცა იგი როგორც კუთვნილება მეუფისა, თავიდანვე გლახაკებს უნდა დარიგებოდა. ისინი არსებითად მევალენი არიან თანახმად თქმულისა, მარა დღეს წყალობს და ავასხებს მართალი, ფსალმუნი 36, 26 და სხვა ადგილას, ღარიბ ღატაკის განკითხველი სესხს აძლევს უფალს, იგავნი 19, 17. ამრიგად წინასწარ ყოველივე უნდა დაერიგებინა ამ კეთილი მევალეებისთვის, რომელნიც ასმაგად იხდიან. თუმცა როდესაც ჩვენ აღმოუჩნდებით მნენი სიცრუისა, უსამართლოდ ვიტოვებთ რა იმას, რაც სხვებისთვისაა განკუთვნილი.
მუდმივად კი არ უნდა დავრჩეთ ამ არაადამიანურ მდგომარეობაში, არამედ უნდა დაურიგოთ იგი გლახაკებს, რათა მათ სამუდამო განსასვენებელში მიგვიღონ. როდესაც ჩვენ ასე ავხსნით ამიგავს, ახსნაში არ შეგხვდება არც რაიმე ზედმეტი, არც განსაკუთრებული, სიზმრის მეტყველებითი, თუმცა გამოთქმა, ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან და მგონებ რაღაც სხვას აღნიშნავს, მაგრამ არა რაიმე გაუგებარსა და უცნაურს. ძეთა ამათ სოფლისათა უწოდებს მათ, ვინც ყველაფერს იგონებენ, რაც დედამიწაზე სასარგებლოა მათთვის, ხოლო ძეთა ნათლისათა იმათ, ვინც ღვთისადმი სიყვარულის გამო უნდა გადასცენ სხვებს სულიერი სიმდიდრე. ამრიგად აქ ნათქვამია, რომ ადამიანები, რომელნიც დადგენილნი არიან ადამიანური ქონების მმართველებად, ყველანაირად ზრუნავენ იმაზე, რომ მმართველების ჩამორთმევის შემდეგ ჰქონდეთ სანუგეშო, ხოლო ძენი ნათლისანი, რომელნიც დაადგინეს, ანუ ანდეს სულიერი ქონების მართვას სრულიად არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამის შემდეგ მიიღონ რაიმე სარგებელი. ამრიგად ძენი ამის სოფლისანი არსებითად ისინი არიან, ვინც ადამიანური საქმეების მართვა აქვთ ჩაბარებული და რომელთაც ნათესავსა შორის მათსა, ანუ ამ ცხოვრებაში ჭკვიანურად მიჰყავთ თავიანთი საქმეები, ხოლო ძენი ნათლისანი ისინი არიან, ვინც მიიღეს ქონება იმისათვის, რათა ღვთივსათნოდ მართონ იგი. აღმოჩნდება, რომ ადამიანური ქონების მართვისას ჩვენ ჭკვიანურად მიგვყავს ჩვენი საქმეები და ვცდილობთ, რომ გქონდეს რაიმე თავშესაფარი ცხოვრებისა მაშინაც, როდესაც მოვაკლდებით მმართველობას, ხოლო როდესაც ვმართავთ ქონებას, რომელსაც ღვთისნების შესაბამისად უნდა განვკარგავდეთ, როგორც ჩანს, არ უზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან განსვლის შემდეგ არ დაგვეკისროს პასუხისმგებლობა მართვისათვის და არ დავრჩეთ ყოველგვარი ნუგეშის გარეშე. იმიტომაც გვეწოდება ჩვენ უგუნურნი, რომ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება სასარგებლო ჩვენთვის ამის შემდგომ. არამედ შევიძინოთ მეგობრები გლახაკთა შორის, დავხარჯავთ რა მათზე უმართლო სიმდიდრეს, რომელიც ღვთისაგან სიმართლის იარაღად მოგვეცა, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ დავაკავეთ და ამიტომ უმართლოდ გადაიქცა. თუ კი სიმდიდრე მართალი გზით მოპოვებული, როდესაც მას კარგად არ მართავენ და გლახაკებს არ ურიგებენ, უმართლოდ და მამონად გადაიქცევა, მით უფრო ითქმის ეს უმართლო სიმდიდრეზე. დაე, ამ უკანასკნელით მეგობრები შევიძინოთ საკუთარი თავისთვის, რათა როდესაც მოუკვდებით და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან გადავსახლდებით, სულ მოკლებობა შეგვიპყრობს რა განკითხვისაგან, მათ იქ საუკუნო განსასვენებელში მიგვიღონ ჩვენ. თავით 16, მუხლი 10, 13. 10. სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს, და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. 11. უკვე თუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ. 12. და უკვე თუ სხსასა ამას სარწმუნო არა იქნეთ, თქვენი იგი ვინ მოგცეს თქვენ. 13. არავის მონასა ელეწიფების ორთაუფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყვაროს და ანუ ერთისა თავსიდვას და ერთი შეურაცხყოს. ვერ ელეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა. უფალი ისევ გვასწავლის იმას, რომ სიმდიდრეს ღვთისნების შესაბამისად უნდა ვმართავდეთ. სარწმუნო იგი მცირესა ზედა, ანუ კარგად განკარგავ იმისთვის ჩაბარებული ქონებისა ამ სოფელში, სარწმუნოა მრავალსა ზედაცა, ანუ საუკუნო ცხოვრებაშიც ღირსია ჭეშმარიტი სიმდიდრისა. მცირეს უწოდებს მიწიერ სიმდიდრეს, ვინაიდან იგი ჭეშმარიტად მცირეა, უმნიშვნელოც კი, რამდენადაც სწრაფწარამავალია, მრავალს კი ზეციურ სიმდიდრეს, რამდენადაც იგი სულ მატულობს და მატულობს. ამიტომაც, ვინც სარწმუნო არ აღმოჩნდა ამ მიწიერ სიმდიდრეში და ძმათა საერთო სარგებლობისათვის მიცემული თავად მიითვისა, იგი არ იქნება ღირსი იმ მრავლისაც, არამედ უარყოფილი იქნება როგორც არასარწმუნო. ხსნის რა თქმულს ამატებს, უკვე თუ სიცრუისა ამას მამონისა სარწმუნო არა იქმნენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ? სიცრუის ანუ უმართლო უწოდა სიმდიდრეს, რომელიც ჩვენთან რჩება, ვინაიდან იგი რომ არ ყოფილიყო უმართლო არც გვექნებოდა ჩვენ. ახლა კი, რამდენადაც იგი ჩვენ გვაქვს ცხადია, რომ უმართლოა, რამდენადაც იგი დაკავებულია ჩვენს მიერ და არ დაურიგდა გლახაკებს. ვინაიდან სხვისი ქონებისა და გლახაკთა კუთვნილების მიტაცება უსამართლობაა. ამრიგად, ვინც ცუდად და არასწორად მართავს ამ ქონებას, როგორ უნდა ვანდოთ მას ჭეშმარიტით სიმდიდრე? და ჩვენ ვინ მოგცემს ჩვენსას, როდესაც არასწორად განვაგებთ სხვისას, ანუ ქონებას? ის კი სხვისა, რამდენადაც გლახაკთათვისაა განკუთვნილი და მეორე მხრივ, რამდენადაც ჩვენ არაფერი მოგვიტანია ამ ქვეყნად, არამედ შიშველნი ვიშვით. ჩვენი ხვედრი კი ზეციური და ღმრთაებრივი სიმდიდრეა, ვინაიდან იქაა ჩვენი მოქალაქეობა, ფილიპელთა მიმართ 3:20.
ქონება და შენაძენი უცხოა ადამიანისთვის, რომელიც ღვთისხატადაა შექმენილი, რადგანაც მათგან არაფერი ჰგავს მას, ხოლო ღმრთაებრივი სიკეთეებით ტკბობა და ღმერთთან ურთიერთობა ახლოსაა ჩვენთან. აქამდე უფალი გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გვემართა სწორად სიმდიდრე, ვინაიდან იგი სხვისია და არა ჩვენი. ჩვენ მმართველები ვართ და არა ბატონები და მეუფენი, რამდენადაც სიმდიდრის მართვა ღვთისნების შესაბამისად არ აღესრულება სხვაგვარად, თუ არა მის დამიმტკიცე უნებობის მდგომარეობაში. უფალმა თავის სწავლებას ესეც დაამატა, ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონება და მამონასა, ანუ შეუძლებელია ღმრთის მსახური იყოს ის, ვინც სიმდიდრეს მიეჯაჭვა და მის დამიმნების გამო რაღაცას იტოვებს თავისთვის. ამიტომაც თუ კი აპირებს სწორად განკარგვას სიმდიდრისა, ნუ დაემონები მას, ანუ ნუ იქნები მასზე მიჯაჭვული და შენ ნამდვილად მოემსახურები ღმერთს, ვინაიდან ვერცხლის მოყვარება, ანუ სიმდიდრისად მიმნებით იმიდრეკილება, ყველგან გაკიცხვას იმსახურებს. 1 ტიმოთეს მიმართ 6 ოქტომბერი. თავით 16, მუხლი 14, 15. 14. ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამე თუ ვეცხლის მოყვარე იყვნენ და შეურაცხყოფდეს მას. 15. და ეტყოდა მათ, თქვენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსაცთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმა იცნის გულნი თქვენი, რამე თუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. ფარისეველნი განაწყენებულნი უფლის სიტყვებით დასცინოდნენ მას, ვინაიდან მათთვის, როგორც ვერცხლის მოყვარეთათვის უსიამოვნო იყო არამომხოჭელობის შესახებ მოსმენა. ასეცაა ნათქვამი, ღვთისმმობელის დამრიგებელი და მცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი შეურაცხყოფას იგავნი 9:7. უფალი აშკარავებს რა ფარისეველთა დაფარულ ბოროტებას და უჩვენებს რა რომ ისინი, თუმცა იღებენ სახეს მართლისა, მაგრამ საძაგელნი არიან ღვთის წინაშე თავის თავზე დიდი წარმოდგენის გამო. უფალი მათ ეუბნება, თქვენ წარმოადგენთ თქვენს თავს მართლებად ადამიანთა წინაშე და ფიქრობთ, თითქოს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ის, რაც საჭიროა და ისწავლოთ, ამიტომაც იცინით ჩემს სიტყვებზე, როგორც არაგონიერზე, გსურთ პატივს მოგაგებდეთ მდაბიო ხალხი, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებლებს, მაგრამ საქმით ასე არ არის. იმიტომ რომ ღმერთმა იცის თქვენი გულები და საძაგლად მიგიჩნევთ თქვენი ქედმაღლობისა და ადამიანური დიდებისადმი ლტოლვის გამო. რამე თუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე, გჯეროდეს დაუსჯელი ვერ გადარჩება, იგავნით 16:5. ამიტომაც თქვენ ფარისეველნო საჭირო იყო გეცხოვრათ არა ადამიანური აზრისათვის, რამე თუ ღმერთმა განაბნინა ძუალნი კაცთ მოთნეთანით ფსალმუნი 42:6 არამედ უკეთესი იყო მართლებად ქცეულიყავით ღვთის წინაშე. თავით 16, მუხლით 16, 18. 16. რამე თუ სჯული და წინაწარმეტყველნი ვიდრე იოანესამდე, მიერითგან სასუფეველი ღმრთისა ეხარების და ყოველივე მისა მიმართ იიძულების. 17. უადვილეს არს ცისა და ქვეყანისა წარსვლა ვიდრეღა სჯულისა ერთი რქა დავრდომად. 18. ყოველმან რომელმან განუტევოს ცოლით სი და სხვა შეირთოს, მან იმრუშა და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა. როგორც ჩანს ეს ცალკე საუბარია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ზემოთქმულთან, მაგრამ ყურადღებიან ადამიანს არ მოეჩვენება იგი არათანმიმდევრულად, არამედ პირიქით, ძლიერ დაკავშირებულად წინამორბედთან. უფალი ზემოთქმული სიტყვებით არამომხოჭელობას ასწავლიდა და სიმდიდრეს უმართლო ქონება უწოდა, ხოლო სჯული ლევიტელთა 26:3-9 აღდგენდა კურთხევას, სხვათა შორის, სიმდიდრეშიც და წინასწარმეტყველნი ესაია 19. ჯილდოდ მიწიერ კეთილდღეობას ვპირდებოდნენ, რათა ვინმეს ფარისეველთა მსგავსად არ ეთქვა მისთვის დაცინვით, რას ამბობ. შენ სჯულს ეწინააღმდეგები, ის აკურთხებს სიმდიდრით, შენ კი არა მომხოჭელობას ასწავლი, ამიტომ უფალი ამბობს, სჯულსა და წინასწარმეტყველებს დრო იოანემდე ჰქონდათ და კარგი იყო, რომ ასე ასწავლიდნენ, ვინაიდან მსმენელნი მაშინ ყრმობის ასაკში იყვნენ. მაგრამ იმ დროიდან რაც იოანე მოევლინა, თითქმის უხორცო არამომხოჭელობითა და არამომხოჭელი თითქმის უხორცობით, ცათა სასუფეველი იქადაგა, მიწიერი კეთილდღეობის დრო გადის, ცათა სასუფეველი იქადაგება, ამიტომაც ზეცის მსურველნი მიწაზე არამომხოჭელნი უნდა გახდნენ. რამდენადაც წინასწარმეტყველნი და სჯული არ ახსენებდნენ ცათა სასუფეველს, სამართლიანად ვპირდებოდნენ მიწიერ კეთილდღეობას ადამიანებს, ჯერ კიდევ ძლიერ არასრულყოფილთ და ვერ შემძლეთ წარმოედგინათ რაიმე დიადი და მამაკაცური. ამიტომაც ფარისეველნო მე სამართლიანად ვასწავლი არამომხოჭელობას, როდესაც სჯულის არასრულყოფილ მცნებებს უკვე დრო გაუვიდათ. შემდეგ რათა არ ვთქვათ ბოლოს და ბოლოს, რომ ყველაფერი სჯულის მიერ უარყოფილია, როგორც ამაო და სრულიად ცარიელი, უფალი ამბობს, არა. პირიქით, ახლა კიდევ უფრო მეტად სრულდება და აღესრულება.
ვინაიდან ის, რაც სჯულმა ჩრდილში მოხაზა, საუბრობდა რა ხატოვნად ქრისტეზე, ის ახლა სრულდება და მისი არც ერთი წერტილი არ ამოვარდება, რაზეც იქ ჩრდილის სახითაა მითითებული ქრისტეზე, ის ახლა უნათლესი სახით სრულდება და სჯულის მცნებები. მიეცათ რა მაშინ მორგებულად და არასრულქმნელთა გულისხმყოფის შესაბამისად, ახლა უმაღლესი და უსრულყოფილესი აზრის მატარებელნი იქნებიან, ხოლო ის, რომ სჯული არასრულყოფილად ესაუბრება, შემდეგიდან ჩანს. მაგალითად სჯული ებრაელთა გულქოობის გამო გაყრის ნებას რთავდა, კერძოდ, ქმარი, თუ კი შეიძულებდა თავის ცოლს, ჰქონდა უფლება გაყროდა მას, რომ რაიმე უარესი არ მომხდარიყო. ვინაიდან მკვლელობისაკენ მიდრეკილნი და სისხლისმსმელნი, ებრაელები არინდობდნენ უახლოეს ნათესავებს, ისე რომ ეშმაკებს, მსხვერპლად თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს სწირავდნენ. მაგრამ ეს ნაკლი და არასრულყოფილებაა სჯულისა. მაშინ იმ სჯულისტების დრო იყო, ახლა კი საჭიროა სხვა სწავლება, უსრულყოფილესი, ამიტომაც ვამბობ, ყოველი, რომელიც განუტევებს ცოლს არამრუშობის გამო და სხვას შეირთავს, მრუშობს. ამიტომაც არაფერია გასაკვირი თუ კი მე არამომხოჭელობას ვასწავლი, თუმცა სჯული ამაზე ნათლად არაფერს ამბობს. აი სჯულმა გულგრილად მოგცა მცნება ქორწინების დარღვევაზე იუდეველთა შორის მკვლელობის ასაცილებლად, მე კი მსმენელებს ვასწავლი რა უმაღლეს სრულყოფილებას ვუკრძალავ გაყრას კეთილკრძალული მიზეზის გარეშე და ასე სჯულის საწინააღმდეგოდ კი არ უბრძანებ. არამედ იმის გამო რომ არ იყოს მკვლელობები ცოლ-ქმარს შორის და მე ვადასტურებ ამას, როდესაც ვასწავლი, რომ მეუღლეებმა იზრუნვან ერთმანეთზე და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილს. სჯულსაც ეს სურდა, მაგრამ რამდენადაც მსმენელები არასრულყოფილნი იყვნენ, მან დაადგინა დარღვეულიყო ქორწინება, რათა უკიდურეს შემთხვევაში, ამ პირობით მაინც დაენდოთ ცოლ-ქმარს ერთმანეთი და არ ემრისხანათ ერთი მეორეზე. ამრიგად ქრისტემ სჯულის ყველა მოთხოვნა დაადასტურა, ამიტომაც კარგად თქვა, რომ შეუძლებელია სჯულის თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს, ვინაიდან როგორღა ამოვარდებოდა, როდესაც ქრისტემ შეასწორა იგი სჯულის საუკეთესო სახით. თავით 16 მუხლი 19, 22. 19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღე ბრწყინვალედ. 20. გლახაკი ვინმე იყო სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვეძურებოდა. 21. და გული კეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ხლოშნიდეს წყულს ამას მისსა. 22. იყო სიკვდილი გლახაკისა მის და მიიყვანა იგი ანგელოსთაგან წიახთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. ეს საუბარი კავშირშია წინამორბედთან. რამდენადაც ზემოთ უფალი ასწავლიდა სიმდიდრის კარგად მართვას, სამართლიანად ამატებს ამიგავსაც, რომელიც იმ მაგალითით რაც მდიდარს შეემთხვა იმავე აზრზე მიუთითებს. ეს საუბარი სწორედაც რომ იგავია და არა ნამდვილი ამბავი, როგორც უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ ზოგიერთნი. ვინაიდან ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო არც მართალთა მიერ სიკეთეთა მიღებისა და არც ცოდვილთა მიერ საწინააღმდეგოსი. უფალმა კი ხატოვანი გახადა თავისი საუბარი, რათა როგორც უწყალოდ გულისხმა ეყოთ, თუ რაელით მომავალში ისე ბოროტად ნებულთათვის ესწავლებინა, რომ ისინი დაჯილდოვდებიან იმისთვის, რასაც აქ იტანენ. დიდარი იგავში უფალმა უსახელოდ მოიყვანა, რამდენადაც იგი უფლის წინაშე სახელდების ღირსიც არაა. როგორც წინასწარმეტყველი სპირითაა ნათქვამი, არცა მოიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა, ფსალმუნი 15:4, ხოლო გლახაკს სახელით მოიხსენიებს, ვინაიდან მართალთა სახელები სიცოცხლის წიგნში იწერება. ამბობენ, რომ ებრაელთა გადმოცემით იმ დროს იერუსალიმში იყო ვინმე ლაზარე, რომელიც უკიდურეს სიღარიბესა და სნეულებაში იმყოფებოდა და რომ უფალმა იგი მოიხსენია იგავში, როგორც თაოსაჩინო და ცნობილი. დიდარი ყოველმხრივ კეთილდღეობაში იმყოფებოდა. იგი პორფირით და ბისონით იმოსებოდა და არა მხოლოდ იმოსებოდა, არამედ სხვა ყოველგვარი სიამეებითაც ტკბებოდა. იხარებდა ბრწყინვალედო, ნათქვამია, და არა თუ დღეს და ხვალ, არამედ დღითი დღე. და არა თუ ზომიერად, არამედ ბრწყინვალედ, ანუ ფუფუნებით ან ფლანგველობით. ლაზარე კი გლახაკი და სნეული იყო და ამასთან წყლულებიანი. როგორც ნათქვამია, შეიძლება სნეული იყო, მაგრამ არ ჰქონდეს ჭრილობები, ხოლო ამ უკანასკნელთაგან ბოროტება იზრდება და იგი მდიდრის ჭიშკართან ეგდო. ახალი საწუხარი ხედავდა რა, რომ სხვები გადაჭარბებულად ტკბებიან, ის კი შიმშილით იტანჯება, ვინაიდან მას სურდა მოეკლა შიმშილი, არა მდიდრული სანოვაგით, არამედ მისი ნასუფრალით, ისეთით, როგორითაც ძაღლები იკვებებიან.
არავინ ზრუნავდა ლაზარეს განკურნებაზეც, ვინაიდან ძაღლები ლოშნიდნენ მის წყლულებს, რადგან არავინ იყო მათი განგდები. და რა? ლაზარე იმყოფებოდა რა ასეთ შეჭირებულ მდგომარეობაში, აუქს ამბობდა მდიდრის განცხრომით ცხოვრებაზე? განიკითხავდა არა ადამიანურობას? დრტვინავდა განგებაზე? არა, არაფერ ასეთი არ ფიქრობდა იგი, არამედ ყოველივე დიდი სიბრძნით გადაჰქონდა. საიდან ჩანს ეს? იქიდან რომ როდესაც მოკვდა იგი ანგელოზებმა ჩაიბარეს, ვინაიდან ის რომ დრტვინავი და ღვთისმგმობი ყოფილიყო, იგი ასეთი პატივის ღირსი არ გახდებოდა, ანგელოზთა თანხლებისა და მათ მიერ მიყვანებისა. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. ჯერ კიდევ მდიდრის სიცოცხლეში მისი სული ჭეშმარიტად დაფლული იყო, მას სხეული დაჰქონდა როგორც კუბო. ამიტომაც მისი სიკვდილის შემდეგაც იგი ანგელოზთა მიერ კი არ აღიყვანება, არამედ ჯოჯოხეთში ვარდება, ვინაიდან ის ვინც არასოდეს ფიქრობს არაფერ ამაღლებულსა და ზეციურზე ყველაზე უდაბლესი ადგილის ღირსია. სიტყვებით და დაეფლო, უფალმა იმაზე მიანიშნა, რომ მის სულს წილად ხვდა ყველაზე უფრო ღრმა და ბნელი ადგილი ჯოჯოხეთში. თავით 16, მუხლი 23, 26, 23 და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნით სნი, ხორა სატანჯოლსა შინა და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. 24 და მან მატყოდა თქვა, მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რათა დააწოს მწვერვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენა ჩემი, რამე თუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა. 25 ხოლო აბრაჰამ ვრქვა მას, შვილო მოისენე, რამე თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. დააც ესე რა აქა ესე ნუ გეშინის ცემულარს, ხოლო შენი ტანჯები. 26 და ამას ყოველსა თანაშორის ჩვენსა და შენსა დანახეთ კი დიდი დამტკიცებულ არს, რათა რომელთა უნდეს წიაღსვლად ამიერ თქვენ და ვერ ელეწიფოს, არც ამაგიერ ჩვენ და წიაღმოსვლად. როგორც ადამი განსდევნა რა 64-დან 64-ის წინ დაასახლა უფალმა, დაბადება 3, 24, რათა ტანჯვას 64-ის განუწყვეტელი ხილვით გამოწვეულს, უფრო ნათლად ეგრძნობინებინა ადამისათვის ნეტარებისგან მოკლება. ასევე ეს მდიდარიც ლაზარეს წინაშე განიკითხა, რათა იხილავდა რა, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება ახლა ლაზარე მდიდარს ეგრძნო, თუ რას მოაკლდა თავისი არაადამიანურობის გამო და რატომ იხილა მდიდარმა ლაზარე არავინმე სხვასთან მართალთაგან, არამედ აბრაამის წიაღში. რამდენადაც აბრაამის სტუმართმოყვარე იყო, ხოლო მდიდარი საჭირო იყო ემხილებინათ არასტუმართმოყვარების გამო, ამიტომაც ხედავს მდიდარი ლაზარეს აბრაამთან. იგი გვერდით ჩავლითაც კი თავის სახლში ეპატიჟებოდა, მას კი სახლის შიგნით მწოლარეთს სცაგდა. რატომა რომ მდიდარი თავისი თხოვნით მიმართავს არა ლაზარეს, არამედ აბრაამს. შესაძლოა მას ვრცხვენოდა, ან შესაძლოა ფიქრობდა, რომ ლაზარეს ახსოვს მისი ბოროტება და საკუთარი საქმეების მიხედვით ასკვნიდა ლაზარეზეც. თუკი მე შესაძლოა ეფიქრა მას, ვტკბებოდი რა ასეთი ბედნიერებით მძაგდა ის, ასეთი უბედურებით გატანჯული და ნასუფრალსაც კი არ ვუნაწილებდი, მით უფრო იგი ჩემს მიერ მოძულებული, გაიხსენებს ბოროტებას და არ დათანხმდება გაიღოს მოწყალება ჩემთვის. ამიტომაც ის თავისი სიტყვებით აბრაამს მიმართავს, ფიქრობდა რა, როგორც ჩანს რომ პატრიარქსთვის უცნობი იყო საქმის გარემოება და რას ამბობს აბრაამი. მას არ მიუმართავს მდიდრისთვის, არა ადამიანურო და სასტიკო, განა არ გრცხვენია შენ. ახლა გაგახსენდა კაცთმოყვარება. როგორ? შვილო, შეხედე თანამგრძნობს და წმინდა სულს. რომელიღაც ბრძენი ამბობს, ნუ აღაშფოთებ დამდაბლებულ სულს. ამიტომაც აბრაამიც ამბობს, შვილო, აგრძნობინებს რა ამით, რომ ახლაც კი ხელეწიფება მისი ასე მოწყალედ სახელდება. მაგრამ სულ ესა, ამის მეტი მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია მისთვის. რაც შემიძლია იმას გავიღებ შენთვის, ანუ თანამგრძნობ ხმას. მაგრამ ის რომ გადმოვიდე აქედან იქ არ ხელმეწიფება, რადგან ყოველივე ჩაკეტილია. რამე თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი, რატომ არ უთხრა აბრამამ მდიდარს, შენ მოგეცა არამედ მიიღე. სიტყვებს, უკან მიღება, ჩვენ ჩვეულებრივ ხმარობთ მათ მიმართ, ვინც იღებენ იმას, რაც მათ მართებდათ. რას ვსწავლობთ ჩვენ? იმას, რომ თუმცა ზოგიერთებმა შებილწეს საკუთარი თავი ბოროტმოქმედებებით, თუმცა ბოროტების უკიდურეს ხარისხს მიაღწიეს, მაგრამ ოდესმე ხომ გააკეთეს ერთი ან ორი კეთილი საქმე.
ამიტომაც მდიდარსაც ჰქონდა კეთილი საქმეები და რამდენადაც მან ამ ქვეყნიური კეთილდღეობით მიიღო მისაგებელი, ამიტომაც ნათქვამია, რომ მიიღო კეთილი თვისი. და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. შესაძლოა მანაც ჩაიდინა ერთი ან ორი ბოროტი საქმე და მწუხარებით, რომელიც აქ დაითმინა მიიღო მათ გამო მისაგებელი, ამიტომაც იგი ნუგეშინისცემულია, შენ კი მწუხარებ. დანახეთ კი აღნიშნავს მანძილსა და განსხვავებას მართლებსა და ცოდვილებს შორის. რამდენადაც როგორც მათი ნება იყო განსხვავებული, ასევე მათი სამკვიდრებელიც დიდად განსხვავდება, როდესაც თითოეული იღებს მისაგებელს საკუთარი ნებისა და ცხოვრების შესაბამისად. დააკვირდი აქ უარყოფას ორიგენისტთა მიმართაც, ისინი ამბობენ, რომ მოვადრო, როდესაც ტანჯვა დასრულდება და ცოდვილნი შეუერთდებიან მართლებსა და ღმერთს და ამრიგად ღმერთი იქნება ყველაფერი ყოველში. მაგრამ აი ჩვენ გვესმის, აბრაამი ამბობს, რომ გადმოსვლის მსურველნი ჩვენგან თქვენსკენ, ან თქვენგან ჩვენსკენ ვერ მოიმოქმედებენ ამას, ვინაიდან მართალთათვის განკუთვნილი ადგილიდან შეუძლებელია ვინმესთვის ცოდვილთათვის განკუთვნილ ადგილზე გადასვლა და აბრაამი უეჭველია უფრო იმსახურებს რწმენას, ვიდრე ორიგენე. რა არის ჯოჯოხეთი? ერთნი ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი არის მიწისქვეშა ბნელი ადგილი, ხოლო სხვები ჯოჯოხეთს უწოდებდნენ სულის გადასვლას თვალსაჩინოდან უხილავ და უსახურ მდგომარეობაში. ვინაიდან სანამ სულის სხეულში იმყოფება, იგი საკუთარი მოქმედებებით მჟღავნდება, ხოლო სხეულთან გაყრის შემდეგ იგი უხილავი ხდება, სწორედ ამას უწოდებდნენ ჯოჯოხეთს. აბრაამის წიაღს უწოდებენ იმ სიკეთეთა ერთობას, რაც მართალთათვისაა განმზადებული მათი შესვლის შემდგომ ქარიშხლიდან ზეციურ ნავთსაყუდელში, ვინაიდან ზღვაშიც უბეებს, წიაღს ჩვენ ჩვეულებრივ უწოდებთ ადგილებს, რომლებიც მოსახერხებელია დასაყუდებლად და დასამშვიდებლად. მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ იმ დღეს მჩაგვრელი დაინახავს, როგორ დიდებაში იქნება მის მიერ დაჩაგრული, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაინახავს, როგორ განიკითხება მჩაგვრელი, ისევე როგორც აქ მდიდარმა იხილა ლაზარე, ხოლო მან ასევე მდიდარი. თავით 16, მუხლი 27, 31, 27, ხოლო მან ხრქუა, გლოცავ შენ მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, 28. რამე თუ მისხენ ხუთნი ძმანი, რათა აუწყოს მათ და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. 29. ხრქუა მას აბრაჰამ, ჰქონან მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინე. 30. ხოლო მან თქვა, არა მამაო აბრაჰამ, არამედ უკვე თუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. 31. ხრქუა მას აბრაჰამ, უკვე თუ მოსესი და წინაწარმეტყველთა არა ისმინონ არცაღა, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგეს, რწმენეს მათ. უბედური მდიდარი ვერ მიიღო რა საკუთარი ხვედრის შემსუბუქება ყურთავს თხოვნას სხვათა შესახებ. ნახე როგორ მივიდა იგი სასჯელის მეშვეობით სხვების მიმართ თანაგრძნობამდე მაშინ როგორც ადრეს წაგდა ლაზარემის ფერხთით განრთქმული, ახლა სხვებზე ზრუნავს, რომელნიც მასთან არ იმყოფებიან და ევედრება გააგზავნოს მამისეულ სახლში ლაზარე გარდაცვლილთაგან. არა უბრალოდ ვინმე გარდაცვლილთაგან, არამედ ლაზარე, რათა ხედავდნენ რა მას ადრეს სხეულსა და უპატიობაში მყოფს, იხილონ ახლა მოსილი დიდებითა და სიჯანსაღით და მისი განმრთობის მოწმენი შეიქმნენ მჭვრეტელნი მისი დიდებისა. ვინაიდან აშკარაა, რომ იგი დიდებით გამოეცხადებოდა მათ, თუ კი საჭირო იქნებოდა შექმნილიყო მქადაგებლად ღირსად ნდობისა. აბრაამმა რაღა უთხრა? ჰქონან მოსე. შენო, ამბობს ისე არ ზრუნავ შენს ძმებზე, როგორც ღმერთი, მათი შემოქმედი. მან მიუჩინა მათ ურიცხვი და მოძღვრელნი. დიდარი კი ამბობს, არა მამაო, ვინაიდან როგორც თვითონ ისმენდა რა წმინდა წერილს, არ სწამდა და მისი სიტყვების ღაპრებად მიაჩნდა, ასევე ივარაუდა თავისი ძმების შესახებ და მსჯელობს, რა საკუთარი თავიდან გამომდინარე ამბობს, რომ ისინი წმინდა წერილს არ მოусმენენ როგორც თვითონ ის, არამედ თუ კი ვინმე აღდგება მკვდრეთით, დაიჯერებენ. ახლაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ვინ ნახა რა ხდება ჯოჯოხეთში. ვინ დაბრუნებულა იქიდან და უთქვამს ჩვენთვის. დაემათ აბრაამს მოусმინონ, რომელიც ამბობს, რომ თუ კი ჩვენ არ ვუსმენთ წმინდა წერილს, არც მათ მოусმენთ, ვინც ჯოჯოხეთიდან მოვლენ ჩვენთან. იუდეველთა მაგალითიდან გამომდინარე. მათ, რამდენადაც არ უსმენდნენ წმინდა წერილს, არ ირწმუნეს მაშინაც კი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარნი იხილეს, იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მოეკლათ ლაზარე, იოანე 12:10. ისევე როგორც, როდესაც უფლის ჯვარცმისას მრავალნი აღდგნენ გარდაცვლილთაგან, მათე 27:42 იუდეველებს მოციქულთა მოკლისთვის კიდევ უფრო მეტად უთქვამდათ გული.
ამასთან ეს მკვდრეთით აღდგინება სასარგებლო რომ ყოფილიყო ჩვენი რწმენისთვის, უფალი ამას ხშირად მოიმოქმედებდა. მაგრამ ახლა არაფერია ისე სასარგებლო, როგორც დაწვრილებითი გამოკვლევა წმინდა წერილისა, იოანე 5:39. მკვდართა აღდგინებას, თუმცა კი მოჩვენებითად ეშმაკიც მოახერხებდა და ამიტომ არაგონიერთ შეცდომაში შეიყვანდა, დათესავდა რა მათ შორის მისი ბოროტების შესაფერის სწავლებას ჯოჯოხეთის შესახებ, ხოლო ჩვენს მიერ წმინდა წერილის ჯანსაღად გამოკვლევის შემთხვევაში ეშმაკს არ შეუძლია არაფერი ასეთის გამოგონება, ვინაიდან იგი, წმინდა წერილი, სანთელია მთებარე, მეორე პეტრე 1:19, რომლის სინათლეც ქურდს აღმოაჩენს და გამოააშკარავებს. ამრიგად საჭიროა ვირწმუნოთ წმინდა წერილისა და არ მოვითხოვოთ მკვდართა აღდგინება. ეს იგავი შესაძლოა გადატანითი მნიშვნელობითაც გავიგოთ, მაგალითად ისე, რომ მდიდრის სახით გამოყვანილია იუდეველი ხალხი. იგი ადრე იყო სწორედაც რომ მდიდადრი, გამდიდრებული ყოველგვარი ცოდნითა და სიბრძნით და უფლის სიტყვით, რომელნიც ოქროზე და ძვირფას ქვებზე უფრო უპატიოსნესნი არიან, იგავნი 3:14-15. იგი პორფირითა და ბისონით იმოსებოდა, ჰქონდა რა მეფობა და მღვდელობა და თავად იყო რა მღვდელთა სამეფო ღვთის მიმართ, გამოსვლა 19:6. პორფირი მიანიშნებს მეფობაზე, ხოლო ბისონი მღვდლობაზე, ვინაიდან ლევიტელნი ღვთისმსახურების დროს იყენებდნენ ბისონის შესამოსელს. იგი იხარებდა კიდეც დღითი დღებრწყინვალედ, ვინაიდან ყოველდღიურად დილას და საღამოს სწირავდა მსხვერპლს, რომელნიც უსასრულობის სახელსაც ატარებდნენ, ანუ უწყვეტობისა. ლაზარედი წოდებიან წარმართები ხალხი, გლახაკი ღმრთაებრივი ნიჭებითა და სიბრძნით და ჭიშკართან წოლიარე, ვინაიდან წარმართთათვის არ იყო ნებადართული ღმერთის სახლში შესვლა, მათი იქ შესვლა შებილწვად ითვლებოდა, როგორც მოციქულთა საქმიდან ჩანს. ასიელი იუდეველები აღშფოთებული უყვიროდნენ პავლეს, რომ წარმართები შეიყვანა ტაძარში და შეაგინა ეს წმინდა ადგილი, საქმე მოციქულთა 21, 27, 28. წარმართნი დაწყლულებულნი იყვნენ ბილწი ცოდვებით და თავიანთი წყლულებით კვებავდნენ უსირცხვილო ქოფაკებს, ეშმაკებს, ვინაიდან ჩვენი, სულიერი, წყლულები მათთვის სიამოვნებაა. წარმართებს სურდათ გამოკვებილიყვნენ მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნასუფრალით. ვინაიდან მათ არ ედოთ არავითარი წილი პურში, გულისგან მამტკიცებელსა, ფსალმუნიას 3:15 და საჭიროებდნენ უფრო ფაქის, მცირე და გონივრულ საკვებს, როგორც ქანანელი დედაკაცი, რომელიც არის რა წარმართი, სურს განძღეს ნასუფრალით, მათე 15, 22, 26, 27 და რა მოხდა შემდეგ. იუდეველი ხალხი მოკვდა ღმერთისთვის და მოკვდინებული იქნენ მისი ძვლებიც, რამდენადაც იგი არანაირ მოძრაობას არ აკეთებდა სიკეთისკენ, და ლაზარე, ანუ წარმართი ხალხი, მოკვდა ცოდვისათვის. იუდეველნი, მომწყდარნი საკუთარ ცოდვებში შურისგან აღგზნებულ ცეცხლზე იწვევიან, ეჩვიანობენ რა, როგორც მოციქული ამბობს იმაზე, რომ წარმართნი მიღებული იქნენ რწმენაში, რომაელთა მიმართ 11:11. წარმართები კი ადრე გლახაკნი და უპატიობაში მყოფნი, სამართლიანად ცხოვრობენ წიაღში აბრაამისა, წარმართთა მამისა. აბრამმა იყო რა წარმართი ირწმუნა ღმერთი და კერპთა მსახურებიდან ღვთის შემეცნებაზე გადავიდა. ამიტომაც ისინიც, ვინც გახდნენ მონაწილენი მისი მოქცევისა და რწმენისა, სამართლიანად განისვენებენ მის წიაღში, მიიღეს რა მემკვიდრეობად ისეთივე ხვედრი, როგორიც მან, სასუფეველი და სიკეთეთა მიგება. იუდევალ ხალხს სურს თუნდაც ერთი წვეთი ძველს ჯულის მიერ კურნებათა და განწმენდათაგან, რათა მისი ენა განგრილდეს და შეძლოს თამამად თქვას რაიმე ჩვენს წინააღმდეგ სჯულის ძალის სასარგებლოდ, მაგრამ ვერ იღებს, ვინაიდან სჯული მხოლოდ იოანემდეა, მათე 11:13. შესაწირავიო ნათქვამია და მსხვერპლი არ აქთნდა, შემდეგაც ფსალმუნი 39:7 და დანიელმაც იწინასწარმეტყველა, დაბეჭბად ხილვა და წინასწარმეტყველი და ცხებად წმინდა წმიდათა, დანიელი 9:24, ანუ შეწყდა და დაიბეჭდა. შეგიძლია ეს იგავი ზნეობრივი კუთხითაც გაიგო, კერძოდ, იქნები რა გამდიდრებული ბოროტებით, ნუ დაუტევებ შენს გონებას შიმშილი დაითმინოს და როდესაც იგი ზეცისკენ სწრაფისთვისაა შექმნილი, ნუ დასცემ ძირს და ნუ აიძულებ ჭიშკართან წოლას. არამედ შეიყვანე იგი შიგნით, და ნუ იდგები გარეთ, ნუ იხეტიალებ, ნუ იწვევი, არამედ იმოქმედე. ეს შენთვის გონიერი ქმედების დასაწყისი გახდება და არა მხოლოდ ხორციელი ტკბობისა. იგავის სხვა ადგილებიც მოსახერხებელია გაიგოს ზნეობრიობის სასარგებლოდ.